შერმადინის მაგალითი. მეგობრებო, ვადარებთ ორ როგორ ამბავს. შერმადინმა ითამაშა დიდი კალათბურთი. მიუხედავად იმისა, ქოცი არის, არ არის, რა მნიშვნელობა აქვს ამას. ხო, ჩვენ ხარ თუ აფასებთ მას როგორც კალათბურთელს, ითამაშა დიდი კალათბურთი და ბოლო მატჩზე, სადაც გამოვიდა და მადლობა უნდა ითქვა დედისთვის, მამისთვის, ღმერთისთვის, მისი პირველი მასწავლებლისთვის, მადლობა უნდა ითქვა ყველასთვის, არ ვიცი, ვისთვისაც არ ვიცი, ყველასთვის იმის გარდა, ვისაც უთხრა მადლობა. და მადლობა უთხრა ქოცების პრემიერ-მინისტრს. ამ ამბავს ვადარებთ ბიზნესმენს, რომელმაც სტადიონის გახსნისთვის უთხრა მადლობა ასევე ქოცების პრემიერ-მინისტრს. ანუ ჩვენ იმაზე კი ვსაუბრობთ, რა იყო კარგი სანახავი და რა იყო ცუდი სანახავი. ვსაუბრობთ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება შერმადინის სპორტიდან წასვლის დროს გადახდილი მადლობა ირაკლი ყობახიძისთვის შევადაროთ სტადიონის გახსნისთვის გადახდილ მადლობას. აი, რა კავშირშია მასშტაბით. და თან მეგობრებო, შერმადინი არის ქოცი, რომელსაც არც ერთხელ ჩვენი მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია. არც მაშინ, როდესაც ადამიანებს ასისხლიანებდნენ, არც მაშინ, როდესაც ადამიანებს აკავებდნენ, არასოდეს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გარდა იმისა, რომ ირჩევდა შვიდობას და ევროპას. და იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი მოკლე მეხსიერება, რომ თემურ ჭყონიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ გვახსოვდეს მაშინ, როდესაც ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამას ვერ ბედავდა ბევრი. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მე წავიკითხე